მოგესალმებით მზიანი, ლამაზი, ლაღი სიღნაღიდან. სიღნაღიდან ძალიან ხშირად მიმყავს რეპორტაჟები, იმიტომ რომ ვფიქრობ თუ რამე საინტერესო ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სამშობლოში, არაჩვეულებრივ მზიან საქართველოში, აკუმულირება ხდება მაინც სიღნაღში. და მე მიხარია, რომ სულ რამოდენიმე წელია, რაც ჩვენ საფესტივალო ქალაქი გავხდით და მოყოლებული მაისიდან და სადღაც ნოემბრამდე არ არსებობს სფერო კულტურაში, მეღვინეობაში, ჯაზში, მხატვრობაში, არქიტექტურაში, რომ აი აქ ზუსტად არ ქონდეს გამართული მასტერკლასები, არაჩვეულებრივი გამოფენები, საოცარი კონცერტები და თქვენ იცით უკვე რომ სიღნაღმა დამკვიდრა თავი როგორც ჯაზურმა ქალაქმა და საოცარი ჰანგები ჟღერს ზუსტად ამ ადგილას და იღვრება ალაზნის ველზე, რომელიც აგერ არის ჩემს უკან და ასე ლამაზად მოჩანს სრულიად კახეთი და ხელის გულზე გვაქვს საოცარი ლამაზი ხედები და რაც მთავარია კავკასიანი, რომელსაც ახლა მზეანათებს და ისე კარგად არ ჩანს და რა ბედნიერება რომ მზეანათებს. უნდა ვთქვათ ერთი რამე, რომ აი ახლა ზუსტად დასრულდა თეატრალური ფესტივალი. სიღნაღში დღეს გავაცილეთ ბოლო სტუმრებმა ითამაშეს 11 სპექტაკლი რამოდენიმე დღის განმავლობაში. ეს იყო წარუშლელი სიამოვნება, წარუშლელი სანახაობა, ეს იყო მასტერკლასები, ეს იყო გაკვეთილები, ეს იყო ვორქშოპები, ეს იყო საოცარი თანხმედრა ხელოვნების, კულტურის და რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღნიშნო ამ ყველაფერში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ჩართულობა. ყველა სტუმარმა აღნიშნა, რომ არა, აი ასეთი პასუხისგებლობით მოეკიდო საქმეს, ის საქმე ვერ გამოვა, მით უმეტეს, როდესაც ჩამოსულები არიან მსოფლიოს, რა ვიცი, ყველა წერტილიდან, აგერ ჩვენთან ერთად არიან ესპანელები, ნიდერლანდებიდან ჩამოსული სტუმრები და უნდა აღნიშნოთ აუცილებლად, რომ ნიდერლანდებიდან ჩამოსული სტუმრები არიან ასევე ემიგრანტები, ოდესღაც საქართველოსდან წასული მშობლები, შვილები, რომლებმაც არც ენა დაკარგეს, არც კულტურა და დღეს ქართულ სცენაზე, აი აქ სიღნაღის სცენაზე საოცარ სპექტაკლებს თამაშობენ. კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე მერიას და კიდევ ერთი ძალიან დიდი მადლობა შეუთვალო მალხაზ ბეგიაშვილს, მთელ დას, იმიტომ რომ მალხაზ ბეგიაშვილს ყავს საოცარი გუნდი, რომელიც აი დაწყებული აი ახლა ამ დღეებიდან და მართლა გვიან შემოდგომამდე ისეთ დღესასწაულს ჩუქნის, არა მარტო კახეთს, მთელ საქართველოს, რომ არ ვიცი, ალბათ ისეთი ოქროს ასოებით შევა არა მარტო კახეთის, არამედ საქართველოს ისტორიაში. ბევრი საინტერესო დღე, ბევრი საინტერესო ფაქტი, ბევრი საინტერესო ადამიანი და ბევრი უცხოელი, მაგრამ რაზეც მე მინდა დღეს გავამახვილო ყურადღება, ვისაუბრო, შემოგთავაზოთ ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ნამუშევარი, ეს არის ჩვენი ქართველები, ყველა ეთნიკური კუთხე, ყველა ეთნოსის წარმომადგენელი არის დღეს აქ და რა ბედნიერება, რომ ჩვენ ყველა რეგიონში გვყავს საოცარი ხელმძღვანელები, საოცარი დასი, რომლებიც ასე მოგზაურობენ და მე მინდა გითხრათ, წლების წინ ეს ყველაფერი არ იყო, იმიტომ რომ მე ვარ, ასე ვთქვათ, მემატიანე, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, არა მხოლოდ სიღნაღში, არამედ საქართველოს მასშტაბით. ცხადია და ძალიან დიდი ბედნიერება, რომ დღეს უკვე ეს არის ძალიან ორგანიზებული, ძალიან ლამაზად დაწყობილი და ცხადია, იცით რა, როცა რაღაცა სიკეთე ხდება, ყოველთვის უნდა ვთქვათ, სიკეთე ის არის, რომ ყველგან ომია, ყველგან ბრძოლა, ყველგან მეტოქეობა, ყველგან გრევა, აქ სიმშვიდეა, თვალი არ გვეცეს. აქ არის სიწყნარე, აქ არის ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქვია საქართველოს სიყვარული. და ზუსტად აი ამიტომ ვართ აქ, ვეზიარებით ამ კულტურას, ვეზიარებით საქართველოს სიყვარულს და წარმოიდგინეთ, რამდენი ბედნიერი ადამიანი ტოვებდა დღეს კახეთს, რამდენი ბედნიერი ახალგაზრდა, რომელმაც პირველად მოსინჯა თავისი თავის სცენაზე, რომელმაც გაბედა და ესე ფართო აუდიტორიის წინ გამოიტანა თავისი ტალანტი, თავისი კუთხე, თავისი ქვეყანა და თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა საღამოები ეწყობოდა უკვე სპექტაკლების მიღმა, როგორი სიყვარული, როგორი ერთმანეთის გატანა, დამეგობრება და აი ეს არის რაც ქმნის იმ სიყვარულს, რომელიც სამწუხაროდ ასე აკლია ჩვენს გაუბედურებულ პლანეტას და მე მიხარია, რომ დღეს აქ არის მშვიდობა, დღეს აქ არის მზე, დღეს აქ არის საოცარი ბედნიერება და სიყვარული და ამ სიყვარულს სახელად საქართველო ქვია.
მაშ ასე მინდა წარმოგიდგინოთ მორეშკინას პოდკასტის საოცარი სტუმარი, არაჩვეულებრივი, დიდი ტალანტი, დიდი მაესტრო გეგი ფალიანი, რომელიც გახლავთ მესტიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი. მე მახსოვს ჩემო გეგი შენი მასპინძლობა, ვიცი რას აკეთებ მესტიისთვის, სვანეთისთვის და საქართველოსთვის, მაგრამ ახლა ვართ კახეთში და აბა 2-20 სიტყვით აღწერე როგორი იყო ფესტივალი. აი 2-20 სიტყვით გამიჭირდება, მაგრამ 10 სიტყვას დავხარჯავ და აი არ დავამადლი ისე. მაგარი ჯერ ერთი მე-4 წელია დავდივართ ამ ფესტივალზე და უკვე ტრადიციაა. ტრადიცია არის და სხვათა შორის შარშანტინ გამარჯვებულებს გავხდით. მახსოვს კარგად. უშბადად ცეთნოდით, წარვსდით. ძალიან მაგარია თვითონ ფესტივალი, იმიტომ რომ საშუალება ეძლევათ არა მარტო აკადემიურ თეატრს და პროფესიონალ მსახიობებს, აქ შეზავებული არის პროფესიონალები და არაპროფესიონალები თამაშობენ ერთად. ანუ მომავალი მსახიობები. და შეიძლება იურისტები გამოვიდნენ, მაგრამ ეხლა სკოლის პერიოდში ხო უყვართ ეს საქმე და ბედნიერად გრძნობენ სცენაზე თავს. მე ჩამოდიან, ეხლა მაგალითად ჩემ ბავშვებს, ჩემი სტუდიის ბავშვებს აქვს ძალიან მაგარი ურთიერთობა. ეს ფესტივალმა გააკეთა ძალიან მაგარი ურთიერთობა გურჯაანელებთან. უკვე მშობლები უკავშირდებიან ერთმანეთს და გურჯაანელები ამოდიან მესტიაში, მე მესტიიდან საოცარია, ხო? აი ძალიან მაგარია, უკვე შედეგია. დავაკავშირეთ რეგიონები. შედეგია, რა თქმა უნდა, ასე რაჭა, ბოლნისი და ძალიან ხალისიანია და ძალიან ნაყოფიერი და ესეთი ფესტივალი არის რა. აუცილებელი ფესტივალი არის და მით უმეტეს აი ამ ულამაზესი მხარისთვის და კუთხისთვის, რასაც უბატონო ქიზიყი ქვია. ერთ სიტყვით უბატონო სვანები ჩამოვედით უბატონო ქიზიყში და ძალიან ბედნიერად ვიყავით. იცი რა არის, პირველად აი როცა იწყებოდა დასაბამს ვამბობ ამ ფესტივალის, სულ ფიქრობდი რომ აი ხა რაღაც ესეთი არ მოხდეს. ჩვენ ხო მაინც ცხელი ხალხი ვართ და ეს ამდენი ახალგაზრდა ერთად და რაღაც ან ჩხუბები არ იყოს, ან რამე არ მოხდეს და თურმე სადავბანაო ისე ჩაეხუტნენ, ისე არიან ერთმანეთში შეზავებულები, რაც შენ თქვი, ხო? და მთელი წლის განმავლობაში გრძელდება ეს ურთიერთობა, ხო? ყველა იცი რა, ყველა ვერ გამოვა გამოჩენილი მსახიობი, ხო? ყველა მართალი ხარ, შენ არ გაყვება არც ასაჭირო და არ გაყვება ამ გზას, მაგრამ ის რომ აქ ხვეწენ მეტყველებას, ხვეწენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, ქვეყნის სიყვარულს, ხო? იმიტომ რომ აქ ხო საოცარი ნაწარმოებები ჟღერს და ამას ისმენენ თქვათ ის ადგილობრივები, ჩემოდიან ტურისტები, რომლებიც გაოგნებულები უყურებენ ამ სანახაობას, ხო? აი გუშინ მაგათად უამრავი ტურისტი ვნახე და ორმაგად სასიამოვნო არის ეს. აი უფრო ცნობადობას და უფრო ფართოდ უხილავ თვალს, გონებას ამ ჩამოსულ სტუმარს და რა თქმა უნდა მე მიდის თავის ქვეყანაში და თავის მეგობრებთან და აუცილებლად ალბათ ერთօր სურჩევს რომ ჩადითო სიღრმაშიო და ნახეთ ამ ფესტივალს, ნახეთ რაღაცა. გეგრიცი მაინტერესებს, მე ვთქვი შესავალში რომ ნიდერლანდებიდან წარმოდგენილი არიან ჩვენი ემიგრანტების შვილები, ხო? ანუ ეს უკვე მერამდენე თაობაა, სათხოს მეორე მესამე თაობა ალბათ ოდესღაც წასული ადამიანების და აი როგორ ხდება მათთან ურთიერთობა? აი უკვე გავიცანეთ რამოდენიმე ჩვენი ემიგრანტი სისხლდა ხორცი ჩვენი ქართველები და ძალიან კარგი არის ის რომ ქართული კარგად იციან ერთօრს შევატყო ნიდერლანდური ქართული აქცენტი შევატყო ეს როგორია რომ მკითხოს ვიღაცამ არ ვიცით უნდა ვნახოთ და დღეს აქვს სხვათა შორის სპექტაკლი ხო და აი უკვე ესეც დიდი საქმეა მე უკვე ვაპირებ დღეს მექნება ამ ადამიანებთან შეხვედრა და გვინდა რომ მესტის კულტურის ცენტრი და აი ეს ჩვენი ჩამოსული ნიდერლანდელი ქართველები ეს თეატრი რაც დავაკავშიროთ ხო რა მაგარია და მე იქ ჩახვიდეთ სპექტაკლები მინდა რომ მომავალ წლისთვის აუცილებელია და ჩვენ ხო ჩვენი ცენტრის მიზანი არის კი ვენასვალე შექსპირს ყველას დოსტოევსკის არ აქვს მნიშვნელობა
ყველა კლასიკოსს, მაგრამ ჩვენ მაინც მითებზე და ჩვენს წარსულზე და ჩვენს ისტორიაზე დგავთ რაღაცებს სპექტაკლებს, ხო? აი ახლა შევეხეთ ვაჟა-ფშავლას და აი მინდა რომ სწორედ აი ამ სათვისტომომ და ამ ნიდერლანდელმა ქართველებმა თუ იტალიელმა ქართველებმა მინდა რომ იქაურმა ახალგაზრდობამ ნახოს ეს ჩვენი წარსული, ეს ჩვენი მითები, ეს ჩვენი ადათი წესი, რაც ცოცხლდება ჩვენს მიერ სცენაზე. მე ძალიან ხშირად ვამბობ და ალბათ დამეთანხმები, რომ არის რეგიონები, სადაც ხელმძღვანელობა, კი რა თქმა უნდა, ხელს გიწყობს, თქვათ, ან უბრალოდ იმით გიწყობს, ხელს არ ერევა. ხო. აი, მე უბრალოდ მიკერძოებული ვიქნები, იმიტომ რომ პრაქტიკულად აქ ვარ. თქვი როგორ მუშაობს სიღნაღის მერია? ეხლა ამის დაუნახავება არ იქნება რა. ხო, აი არ იქნება მაღალი სიტყვა, რომ ამის დაუნახავს უნამუსო უწოდო რა, მართლა არ შეიძლება. იმიტომ რომ მე ახლა დამფუძნებელს და ორგანიზატორებს და სტაფი ხო მაგარი ბიჭები არიან და მაგარი მოწესრიგებულები არიან საბას მეთაურობით, ხო? ძალიან მაგრები არიან რა. არ ვიცი, რაღაცა უცებ გავიფიქრებ. საბა ასლამაზიშვილი ჩვენი რეჟისორი და ხელმძღვანელი და ძალიან მაგარი ადამიანი და იქვე ჩდებიან. აი როგორც კი რაღაცა პაუზაში დაგინახავენ, ეს რაღაცა ჭირდება. ეგრე მაშინაც შენთან ჩდებიან. მაგრამ ამ ბიჭებს ხო უნდათ გვერდში დგომა, ხო? ადამიანები, ვინც არ ჩანან. მე არ შემიძლია ბატონ მერს, კი, მალხაზ ბეგიაშვილი, კი, მადლობა არ გადაუხადო იმისთვის, რომ ესე კომფორტულად გრძნობენ ეს სტაფი თავს და ეს გადამდებია მე სტუმრებზე. და შენ გონია მარტო თეატრალურზე, აი ხა რომ იწყება, სადღაც მაისიდან დაიწყო ფესტივალები. ღრმა, ესეთი შემოდგომამდე, სანამ სიცივეები დაიწყება, სულ რაღაცა და ისეთი ჩართულობა პირადად ამ ადამიანის, ხა მე არ მოყავს პირფერობა, იმიტომ რომ როცა სადღაც რაღაც არ მომწონს, ხა მე ვერ მაიძულებს რომ თქვა რომ კარგია და უნდა ითქვას, იცი, აი მეტი ასეთი ხელმძღვანელი რაიონს, ხო? მე სულ ვამბობ რომ ალბათ კარგია დეცენტრალიზაცია, რაც უფრო თავისთვის იქნება ავტონომიური რაიონი და უფრო მეტად განვითარდება ნაკლები ბმარო კონდეს თბილისს და აქ აი შეგვიძლია თამამად ასეთ ხელმძღვანელს ჩააბარო, რა ვიცი, არა მარტო ერთი რეგიონი. ხო, თან მე სულ თვალყურს ვადევნები, რომ დიდი მეგობარი გავხდი სიღნაღის. 4 წელია და ნუ ძალიან მომწონს ის, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და რასაც მისი მოადგილეები და მისი გვერდში დგომები, თვითონ მუნიციპალიტეტის მთავრობა, მერია აკეთებს, ხო? აი, ასეთები ვართ გიზიყელები. მე მინდა თქვა, რომ თითქმის ვადარებ ჩვენს მუნიციპალიტეტის მერიას რა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი კაცი არის ჩვენი კაპიტონ ჯორჯოლიანი, რომელიც აი ეს თვალებში შევციცე, რა გავაკეთოთ, რა გჭირდება. ძალიან მაგარია, ძალიან. უხარია და მიესალმება სიახლეებს და ჩვენც უკვე დავიწყეთ რაღაც კინოფესტივალი გვაქვს, შენ უკვე იყავი ჩვენ და ზღაპრული, აი დღემდე ვიხსენებ. 29 ივლისს არის გახსნა და ორში დახურვა და ძალიან საინტერესო სტუმრებს ველოდებით, ძალიან მაგარ ჟურნალისტებს ველოდებით ამ ფესტივალზე და ჟურნალისტებს, სცენარისტებს ველოდებით და ამის მასტერკლასები იქნება და სურვილებს უფასოდ გაქვთ ამის საშუალება მომავალ ჟურნალისტებს და მომავალ სცენარისტებს და კინოშნიკებს, რომ ამოხვიდეთ და იქ არაჩვეულებრივ ხალხი ნახოთ. მადლობა. დიდი მადლობა და გაითვალისწინეთ. გეგი, რა მინდა იცი კითხო, აი ყოველთვის ასეთ შეკრებებზე, ასეთ ფესტივალებზე, რაღაც ერთ პატარა ვარსკვლავი მაინც იბადება ხოლმე. საერთოდ ასე იწყება, ხო, ყველა დიდი ვარსკვლავის გზა იწყება რაღაც ეს პატარა ამბებიდან, ხო? არის აი ესეთი გამოკვეთილი ტალანტი? ვაიმე, კი. და გეტყვით სად ნახე აი ტალანტები. ახალგაზრდებს გულისხმობ მომავალ თაობას. ძალიან მაგარი ბავშვები ყავთ გურჯაანის სტუდიას. ძალიან მაგარი ბავშვები. ერთი ორი გოგონა არის რაღაცა არაჩვეულებრივი და ორი ბიჭუნაც ძალიან მაგარია რა. აი რა ნახე იცი ამ ბავშვებში? როგორც ჩანს, კარგად მუშაობს ბექა სონღულაშვილი და
ვინც გვერდში უდგას მღერიან, ცეკვავენ და თავს გრძნობენ სცენაზე, როგორც თევზი წყალში, რაღაცა იცი კახელებს მე მგონი თანდაყოლილი აქვს ეს თქვი, ეხლა რამდენი ისეთი ცნობილი ამ ეთნოსმა ბევრი ცნობილი ადამიანი აქვს უკან სცენასაც, ლიტერატურასაც, ნუ ახლა სასიმღერო ჟანრში აღარ ვამბობ, ხო ეს შერწყმულია ყველაფერი ერთად. კი, ძალიან მაგრები. ჩვენს რა ჭველებს ჩვენს ბოშუნებს ბიჭუნებს, აუ ძალიან კარგი მომავალი ყავთ, იქაც კარგი რაღაცები შეიძლება ბონისში მე ნახე ერთი-ორი ახალგაზრდა ძალიან მაგარი ბავშვები არიან და არ ვიქნები მიკერძოებული, მაგრამ ჩემი სტუდიის ბავშვებიც არაუშავს. ეჭვიც არ გვეპარება, ნანახი ყავს სცენაზე. მე ვფიქრობ, რომ აი ამ ფესტივალიდან გამომდინარე ერთ რამოდენიმე წელიწადში, 4-5 წელიწადში ახალი 2-3 ვარსკვლავი მაინც გვეყოლება. და ალბათ ასეთ ფესტივალებზე უნდა დადიოდნენ რეჟისორები და ნახულობდნენ ახალ კადრებს. იცი რა არის? გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი თაობაც წარმავალია, უკვე ჩვენ შემდგომი თაობაც წარმავალია. ხა ერთი და იგივე მსახიობი კარგია, მაგრამ სულ სხვა როცა ახალი, აი როგორც ხა კვარაცხელია დაიბადა ფეხბურთში, ხო და რაღაცა ესეთი განაახლა სრულიად ეს სივრცე, ასე უნდა ხდებოდეს ალბათ კინემატოგრაფში, გარდა თეატრისა. ანუ უნდა აღმოვაჩინოთ კიდე ახალი ტალანტები კვარაცხელების სცენაზე. რა თქმა უნდა, სცენაზე ეს მუდმივ ძიებაში უნდა იყოს ეს მე ჩემგან არ ესწავლებათ, ამას ასწავლიან რეჟისორებს. მუდმივ ძიებაში უნდა იყონ და თვითონ რეჟისორებმა უნდა აღმოაჩინონ მომავალი ტალანტები და მომავალი ვარსკვლავები და რეჟისორის ხელითაც უნდა გახდნენ. აბა რა, ახლა ხელშეწყობა ყველას უნდა, შეიძლება იყოს გენიალური, მაგრამ თუ ხელი არავინ არ მოგკიდა, თუ შანსი არ მოგცა განვითარების, ხო, არაფერი არ გამოვა. ხო, ახლა მარტო ლალი მაგარია და მომწონს და ლალი მეც ლალი მინდა, მეც ლალი მინდა ეგრეთ წინ ვერ წავა. არა, მე სხვათა შორის სულ ვამბობ, რომ მე ჟურნალისტიკაში ციცი როგორ მიყვარს, რომ მოიყვანო ახალი რაღაცა ათქმევინო, შანსი მისცე, რატომ იცი? მე მახსოვს ის ცუდი დრო და შენც გეხსოვნება, როდესაც ჩვენ წინა თაობა რაღაცნაირად გზას გვიღობავდა. ნუ ეხა თეატრშიც ასე იყო, ეხა იცი შენ და ნუ ტელევიზიაზე აღარ ვლაპარაკობ, იცი რა, იქ იყო ისეთი ცხოველი კონკურენცია, რომ შენზე ცოტა უფროსი ადამიანები არ გაძლევდნენ საშუალებას წინ წასულიყავი. აი, იცი როგორ მახსოვს ეს, რომ მე მაშინ ხა ძალიან ახალგაზრდა 8 წლის მივედი პირველად ტელევიზიაში, თუ რამე გადაცემა იყო, ჯერ ახალგაზრდული, მე საინფორმაციო ყველაში მუშაობდი, ხო? და ჩემთვის მქონდა ნათქვამი, რომ მე ეს არ დამემართება. მე ეს არ დამემართება, მე არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, აი, მთელი ცხოვრება გავეჭედო ეკრანზე და არ მივცე საშუალება ახალგაზრდებს, რომ თავი წარმოაჩინონ. ხო, არ შეიძლება, იცი? მე ასაკთან ერთად რაღაცის კეთება აღარ გინდა. უნდა გადახვიდე სხვა, აი, რასაც შენაკეთებ, რასაც მე წარმოვაჩინოთ, გზა მივცეთ, ხო? ხო, ესეთი რო ხარ, ამიტომ ხარ ლალი მოროშკინა და ამიტომ უყვარ ხარ არა მარტო მეგობრებს, უბრალოდ ხალხს. აგერ ჩემ ბავშვები არ გიცნობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არ გიცნობდნენ, მაგრამ თურმე გიცნობდნენ. და უყურებენ თქვენ პოდკასტს უყურებენ და ისე გავხარდათ, რომ ლალისთან გვექნება რაღაც შეხვედრა, რაღაც ძალიან ბედნიერები არის. ხო, ეს შენ ხასიათში დევს და ის მაგარია. ეს ცალკე ნიჭია კიდე, რომ არა, პირიქით უნდა დავეხმარო იმ ვიღაცა უნდა დაჯდეს შემდეგი ამ სკამზე რა, მე უნდა გავიწიო. აი ამას თვითშეგნება უნდა და ამას სხვა რაღაცა უნდა, ეს ცალკე ნიჭია. აი, იცი ეს დადებითზე ვისაუბრეთ. არის რაღაცა ისეთი, რასაც შენ კიდე დაუმატებდი ამ ფესტივალებს. აი რა აკლია? ეხლა იცი რა არის უკეთესი ვარიანტი, არასდროს არ დაილევა, მაგრამ მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ვთქვათ არის რაღაცა, რასაც გამოასწორებდი, ან უფრო რაღაცა ელფერ შესძენდი, უფრო სხვანაირს. ხო, აი თითქმის სრულყოფილია, მაგრამ მაინც ხო ვიცით რომ სრულყოფილი არ არსებობს სრულყოფილება, ხო? არ არსებობს და არის თუნდაც შეიძლება ტექნიკურად კიდე უფრო გაიმართოს. სტაფი არის ძალიან მაგარი, ეს მისაბაძია.
უფრო ტექნიკური ანუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მრავალფეროვნება არის, მასტერ-კლასები არის და არ ვიცი, ამაზე მიდის მუშაობა, მე გეტყვი ხა რაც ხდება ჩვენთან, ეძებენ ადგილს, სადაც რეალურად უკვე უფრო დიდი სცენა იქნება, იმიტომ რომ მივახციეთ იმ მასშტაბებს, როცა გჭირდება უფრო დიდი სცენაც და უფრო გამართული ტექნიკაც. თან სიღნაღის მუნიციპალიტეტს უკვე სჭირდება სხვა სცენა სჭირდება, მიყვარს მე ეს პატარა სცენა, მაგრამ არა, ვეღარ. არის რომ რაღაცა ვერ ამაში თან ხვდებით, მეც არაერთხელ მithქვამს, რომ აქ შეიძლება სხვა მასშტაბი იყოს. იცი რა, ჩვენ ვიცით საფესტივალო ქალაქები, ხო, ევროპული მათ შორის, ხო, ხა ჩვენ ახალგაზრდობაში ზელენა გურა იყო, სანრემო და ასე შემდეგ, ხო? იქ აი ღია სცენები მეტი სხვათა შორის ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ეთნოგრაფიული ბაღი აქ. და იქ არის ძველი კოლიზეუმის ნაწილი შემორჩენილი, ეს ხო საოცრად ისტორიული ქალაქია. და ის სულ ვოცნებობ, რომ იქ იყოს თამაში აი ამ სპექტაკლების და იქ მოხდეს, უბრალოდ ალბათ აი ეს რაღაცნაირად უნდა ნაწილი შენ გახსოვს ის პერიოდი, ხო, ნაწილი ხო იცი კერძო საკუთრებაშია, იმიტომ რომ იყო წლები, როდესაც ესე დაანიავეს სიღნაღის ქონება და ასე შემდეგ. კარგია რომ ხა ჩვენ ვიბრუნებთ, ვცდილობთ, ამასაც ვიცი რომ მალხაზ ბეგიაშვილი ყველაფერს აკეთებს, როგორც დიდი მოყვარული ხელოვნების და დიდი მოყვარული სპორტის, იმიტომ რომ არც დარბაზები იყო, არც არაფერი, ეხლა მოედნები გაჩნდა, ძალიან ბევრი რამე გამოსწორდა, აი თვალწინ ხდება, აი 7-8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა აქ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ესეც სამომავლოდ უკვე იქნება. მე ყოველ წელს მიწევს ჩამოსვლა და მართლა წლიდან წლამდე სხვანაირი და სხვანაირი ხდება აქაურობა და ამაში რა თქმა უნდა თქვენ შეგაქვთ ძალიან დიდი წვლილი. მე უკვე აქაური ვარ. მაინც თქვენ უკვე აქაური ხართ, მაგრამ მაქვს იმედი რომ არიან კიდე თქვენაირი აქტიური ადამიანები, რომლებიც აი ამ სილამაზეებს რაღაცებს მატებენ და მატებენ აქაურობას და მადლობა ძალიან დიდი. დიდი მადლობა და მე მინდა რომ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს. წავაკითხოთ ხო? ვაჟაფშავი. აუცილებლად. სხვათა დარდელი მაკლე ახლა შენ მექმენ მოზარე. რა დაგემართა, რა არის მითხარ გახსენი ბაგებ. ხომ არავინ მოიწადინა, გადაეგორე მკლავზეო. მითხარ. არ გაჭმევ იმის ჩემს. ვანანები მოვწამზეო. ჩემის ნამუსის შემბრალავს მალე მოვიყვან ჭკუაზეო. როგორც ვანანე მუსასა, მიხდომა ხის საკარზეო. რას ამბობ? თავი რად დაიღონია? რად მოიგონებ იმას და რაიც არ მოსაგონია, სულ ტყუილია კაცისა. არსად მინახავს ჭაჭანი. ვინ გამიბედავს მაგასა, რად მინდა ლეჩაკაბანი. რა დაგიმალოჯო ყოლო. ანდრე ჩემრის ხო თქმისა და ცრემლები შემიწირია იმ შენის მეგობრისა და ძლიერ შემბრალ და ბეჩავი რომ უცხოეთში კვდებოდა. არც ნათესავი, არც მოძმე რომ ვისმე შეჰბრალებოდა. მაგრამ როსკლავდნენ ხანჯრითა, ოდნავაც არ აკრთებოდა. იქნებ შენც გცოდე. ღმერთსაცა, მაგრამ ვიტირე რა ვქნაო. მაგისთვის როგორ შეგრისხავ. ტყუილს ჯობს სიმართლის თქმა. ვიტირე, მადლი გიქნია. მე რა გამგევარ მაგისა. დიაც მუდამაც უხდება. გლოვა ვაშკაცის კარგისა. ვინ ხარ? რა სულიერი ხარ? რა სიერები ამ დროსა? ვინ გინდა? მონადირე ვარ. კაც შენ ვერ გხედავ სანდოსა. რა უბიცანდო არა ვარ სიტყვას რა დაბობს დარესა. ვითომ რომ დავხეტიალობ შენებ ამ კლდიან მხარისა. მეც მონადირე გახლა ვარ. დღეს კი ვეხეტე უბრალოდ. წესია მონადირისა. ხომ მაინც დარჩივალოდ. ესეც ვალია ძმობილო. ძლივს ხადავათრებ ფეხებსა. სულ დავიარე ჭიუხვი არა ვსტოვებდი ხევებსა. ზეს შავი ნისლი ჩამოწვა. ნიავი მოსცა ძლიერი. ხეობით შემომღმუო და როგორაც მგელი მშიერი. თვალწინგზას ვეღარ ვარჩევდი, კლდეზე გადვარდნას ვლამობდი. ხამად ვარ გეზი არ ვიცი, ამით ძლიერად ვწვალობდი. შენი სახელის მასწავლე, ჩემი ხომ გითხარ მართლა და ჭოყოლა მქვიან ძმობილო, ახლა წაიძე გვარადა. არ მოგიხდება ერთ ურჩი სიტყვებუნოთ მცარადა. სახლი აქ ჯარეგას მიდგია, ქვავი და ციხე კარადა. ამაღამ ჩემთან წამოდი, მე გაგიზღვები თავადა. თუ კარგად არ დაგიხვდები, არც დაგიხვდები ავადა. ხვალ თვითონ იცის მობილო, საითაც გინდა იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემ დარდსა, ზოგიც შენ გამიზიარე. საცა არ მიხნავ ძმობილო, იქ ყოეს სადაურია. ელი მოგიჭრავ ჩიხოსთვის. ფეხებით ჩატყაურია. გესტუმრო? უარს არ გეტყვი. გიშველი ჯიხვის სიდვას. წილს კი არ მოგთხოვ იცოდე. თავს არ ვაკადრებ იმასა. მაშინ ასე აი ესეთი იყო მოროშკინას პოდკასტი, ლაღი, ლამაზი, ახალგაზრდების, აი არაჩვეულებრივი ასეთი ნიჭით გაბრწყინებული და მე მინდა მუდმივად მარტო ამ ადგილას არა, მთელ საქართველოში ჟღერდეს ესეთი არაჩვეულებრივი ხმები, მოდიოდნენ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები და ჩვენ ვირგებდეთ იმ მშვიდობას, რომელიც გვაქვს და იმ ბედნიერებას, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს, ვითარდება და არასოდეს არავინ ამას არ შეეწინააღმდეგება და ვერ შეეწინააღმდეგება. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.